ჩემი სახელია გიორგი, მე ვარ ქრისტიანი, უფრო კონკრეტულად კი მართლმადიდებელი ქრისტიანი. თუ ჩვენს გარშემო მიმოვიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მართლმადიდებლობასთან ერთად ასევე არსებობს სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობებიც. ჩვენს ირგვლივ შევხვდებით როგორც კათოლიკეებს, ასევე ბაპტისტებს, ევანგელისტებს, მეთოდისტებს, ორიენტალ ან უბრალოდ არადენომინაციურ ქრისტიანებს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს ერთი საერთო წიგნი და ქრისტეს ერთი საერთო ფიგურა გაგვაჩნია, დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიმდინარეობებად ჩამოვყალიბდით. თუ გაინტერესებთ, თუ როგორ მივედით ამ მოცემულობამდე, მაშინ იცოდეთ, რომ სწორ ადგილზე მოხვდით, რადგან დღევანდელ ეპიზოდში სწორედ ამ თემას, ქრისტიანობის მოკლე ისტორიას განვიხილავ. ქრისტიანობის დასაწყის, დასასრულს, ქვაკუთხედს და ყველაფერს, რაც ამ რელიგიას უკავშირდება, იესო ქრისტეს ფიგურა წარმოადგენს, რომლის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს წმინდა სახარებებში ხვდებით. სახარებებს ქრონოლოგიურად მოციქულთა საქმეები მოსდევს, რომლის პირველივე თავის მიხედვით ქრისტე თავის მოწაფეებს ქრისტიანობის მსოფლიოს გარშემო გავრცელებისკენ მოუწოდებს. სწორედ ამ მომენტიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია. პირველი 1000 წლეულის მანძილზე არ არსებობდა კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა ან პროტესტანტიზმი, არამედ უბრალოდ ერთიანი ეკლესია. მოციქულთა საქმეების დასრულების შემდეგ ეკლესია ცხოვრებას განაგრძობს. დიდი დევნის პარალელურად რომის იმპერიაში კატაკომბებში ქრისტიან მორწმუნეთა რაოდენობა იზრდება, ტრადიციები და ლოცვები ფორმირდება და უკვე მე-4 საუკუნეში რომში ქრისტიანობა ლეგალურ რელიგიად გამოცხადება, რის შედეგადაც მორწმუნეები მზის შუქზე გამოდიან და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. სწორედ ამავე პერიოდში ყალიბდება ქრისტიანობის 5 იურისდიქციული ცენტრი: კონსტანტინოპოლი, რომი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი, რომელსაც 5 დამოუკიდებელი წინამძღვარი, იგივე პატრიარქი ან პაპი ყავდა. პირველი 1000 წლის მანძილზე სწორედ ამ 5 ცენტრის მიერ მოხდა ქრისტიანობის სტრუქტურულად ჩამოყალიბება, რაც საეკლესიო კრებების გამართვას, წამსის შედგენას, კანონთა მიღებას, ერესების წინააღმდეგ ბრძოლას და ეკლესიის საზღვრების გაფართოვებას მოიცავდა. თუმცა 1000 წლეულის მიწურულს სწორედ ამ ცენტრებს შორის ბზარი გაჩნდა, რადგან რომის პატრიარქმა, იგივე პაპმა, საკუთარი ძალაუფლება აღმოსავლეთის 4 პატრიარქზე უპირატესად ცნო და შესაბამისად თავი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და მალევე აღმოსავლეთის პატრიარქებთან შეუთანხმებლად ქრისტიანობის სიმბოლო წამსი შეცვალა. ამ მოვლენებიდან მალევე მე-11 საუკუნეში ეკლესია ორ ნაწილად დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებად გაიყო. დასავლეთმა საკუთარ თავს კათოლიკური, იგივე საყოველთაო, ხოლო აღმოსავლეთმა კი ორთოდოქსული, იგივე მართლმადიდებლური უწოდა. რა ხდება ამის შემდეგ? ცოტა ხანი აღმოსავლეთი დავივიწყოთ და ვნახოთ როგორ განვითარდა მოვლენები დასავლეთში. დასავლეთში ცხოვრება გაგრძელდა, საეკლესიო კრებები გაიმართა, ახალი თეოლოგიური სწავლებები ჩამოყალიბდა, მაგრამ მე-16 საუკუნეში ხდება ისეთი რამ, რაც დასავლურ სამყაროს სამუდამოდ შეცვლის. ეს მოვლენა პროტესტანტული რეფორმაციის სახელით არის ცნობილი, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნებში ქრისტიანთა ჯგუფებმა კათოლიკური ეკლესიის შესწავლების აღმოსაფრთხებლად პროტესტი დაიწყეს. თუმცა ამ პროცესმა რეფორმაციის ნაცვლად ეკლესიაში კიდევ უფრო მეტი ცვლილება და ქაოსი შემოიტანა, რაც კათოლიკური ეკლესიიდან ახალი ადგილობრივი პროტესტანტული ეკლესიების გამოყოფით დასრულდა, რომელთა შორის იყვნენ ლუთერანები, ანგლიკანები, მეთოდისტები, კალვინისტები და სხვადასხვა მინიატურული ეკლესიები, რომელთა რაოდენობა დღევანდელ დღემდე იზრდება. ახლა კი 1000 წლით ისევ უკან განმოვინაცვლოთ და ვნახოთ რა ხდება აღმოსავლეთში. აღმოსავლეთის 4 საპატრიარქომ არსებობა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძო და როდესაც მისი გეოგრაფიული საზღვრები განივსო, მას სერბეთის, საქართველოს, რუმინეთის და რუსეთის სახით ახალი საპატრიარქოები და სხვა მომცრო იურისდიქციული ცენტრები შეემატა. მე-20 საუკუნის მიწურულს კი მიგრაციის პროცესმა ორთოდოქსული ქრისტიანობის დასავლურ სამყაროში გავრცელება გამოიწვია, რაც ზრდას დღემდე მაღალი ტემპით განაგრძობს. აღმოსავლეთის ეკლესიები საკუთარ თავს ერთიან სხეულად მოვიაზრებთ, რის გამო ჩვენ შორის განსხვავებებს მხოლოდ და მხოლოდ კულტურულ დონეზე ვხვდებით. სწორედ ამ ერთიანობის გამო შეგვიძლია ერთმანეთის ეკლესიებს ვეწვიოთ და წირვებში მონაწილეობა მივიღოთ, ასევე ერთიან თეოლოგიას ვეზიაროთ, მაგრამ ამავდროულად განსხვავებული არქიტექტურა, ენები და იკონოგრაფია შევიგრძნოთ. ეს იყო ეკლესიის მოკლე ისტორია და ჩემი გვერდის ქრისტიანული სიმბოლიზმის პირველი ეპიზოდი. შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებ ორიენტალურ ქრისტიანობაზე, ეკლესიის ისტორიაზე, თეოლოგიაზე, იკონოგრაფიაზე, სიმბოლიზმზე და მრავალ სხვა საინტერესო თემაზე. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ ისტორიკოსი ან თეოლოგი, არამედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ამ სფეროთია დაინტერესებული და ინფორმაციას თქვენთან ერთად ვსწავლობ და ასევე თქვენ გიზიარებთ.
თუ მოგწონთ ჩემი შემოქმედება და ამავდროულად გსურთ წვლილი შეიტანოთ არხის განვითარებაში, გამოიწერეთ იგი, გააზიარეთ და დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი ემოციები, თუ როგორ მოგეწონათ ვიდეო და რას იხილავდით მომავალში.